ერთმა დაგლოცოთ ვიფრას რადიო მსმენელებო ყოველ მართლმადიდებელნო. ჩვენი საუბრის თემა შეეხება დასავლეთსა და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის უთანხმოების საკითხს, რომელიც პირველ საუკუნეებშივე იჩინა თავი და ძირითადი საკითხი, რომელიც იმ პერიოდის ეკლესიას აწუხებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის, გახლდათ პაპის ხელისუფლების უფლებამოსილების საკითხი და ამის შემდეგ უკვე გაჩნდა სხვა უამრავი დოგმატური ცნობილებებიც, რომლებმაც აი ამ საფუძველზე იჩინა თავი. Ამდენად ჩვენ გვსურს სწორედ აი ამ კუთხით განვიხილოთ დღევანდელი ჩვენი თემა, ილია მენიატისი უდავთავარი, რომელიც საფუძვლიანად განიხილავს ამ საკითხს, სწორედ მის სწავლებაზე დაყრდნობით ვისაუბრებ დღეს ჩვენ და ეს საკითხი უნდა ვთქვათ, რომ გახდა უდიდესი გაყოფის მიზეზი, დაპირისპირების მიზეზი აღმოსავლეთსა და დასავლეთის შორის, ვინაიდან აღმოსავლეთი იძახოდა და ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მართვა გამგეობა ეკლესიაში მრავალპიროვნული უნდა იყოს, ანუ როგორც მოციქულთა შორის იყო მოციქულებრივი კრება და არაუპირატესობა რომელიმე მოციქულისა, ასევე დღესაც ყველა პატრიარქებს შორის არსებობს უფლებამოსილების თანაბარი გადანაწილება, რომელიც ადგილობრივ ეკლესიებში მოქმედებს. და სწორედ ეს საკითხი მრავალპიროვნული თუ ერთპიროვნული უნდა იყოს მართლობა ეკლესიაში წამოიჭრა დასავლეთში, ვინაიდან რომი მოგეხსენებათ იყო დედაქალაქი, რომელიც გავლენიანი იყო, შესაბამისად ეს გავლენები ნელ-ნელა ჩვენ და სამწუხაროდ ეკლესიაზეც გადმოვიდა და შედეგად გაჩნდა ეს პრობლემა, რასაც შემდეგ კიდევ უფრო მეტი მრავალი პრობლემა დაემატა. რამაც გამოიწვია საბოლოო ჯამში მე-11 საუკუნეში უკვე საბოლოო გახლეჩა აი ამ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. როგორც ხედავთ ჩვენ ისტორიიდან, დასავლეთი მიირთვის ერთპიროვნულ მმართველობისკენ, აღმოსავლეთი კი ყოველთვის გაურბოდა ამას და სწორედ რომ საღვთისმეტყველო დონეზე განიხილებოდა ეს საკითხები, რეალურად რა ფენომენთან გვაქვს საქმე და აი ამ საკითხებთან მცირეოდენი წვლილი შეტანა აი ამ განმარტებაში გვსურს შევიტანოთ ნამდვილად. იმას ვიტყვით მხოლოდ რომ რასაც ამტკიცებდნენ, ესე იგი პაპის თაყვანისცემლები და რა იგულისხმება მათ მოსაზრებებში, პირველი ისინი ამტკიცებენ, რომ პაპი არის მთელი ეკლესიის სრულუფლებიანი და თვითმყოფელი მონარქი, რომელმაც ხელისუფლებისა და ძლიერების კლიტენი უშუალოდ ღვთისაგან მიიღო და აი ამ ხელისუფლებასა და ძალას კი მისგან იღებს სამყარო ყველა პატრიარქი და მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი, ასე ფიქრობენ ისინი, ეს პირველი ცდომილება. მეორე, იგი არის უმაღლესი მსაჯული, კანონმდებელი და წმინდა წერილის ერთადერთი განმარტებელი სწორი მსაჯული, რომელიც ყველა წესა და კრებაზე მაღლაც კი დგას, ასეთია მათი ხედვა. რომ ამბობენ ასევე, რომ როდესაც რომის პაპი ექს-კათედრიდან საუბრობს, მისი სწავლება უცდომელია, ანუ უცდომელობის დოგმატით შემოიღეს პრიმატის დოგმატთან ერთად, შედეგად ეს არის ის ცდომილებების საფუძველი, რომელმაც სხვა ერესებსაც ჩაუყარა საფუძველი. მესამე ცდომილება ის არის, რომ მთელი სამყაროს ხელმწიფე და მეუფედ, ანუ ღვთისაგან მინიჭებული აქვს თურმე განუსაზღვრელი ხელისუფლება, არა მხოლოდ სასულიერო საქმეებში, არამედ საეროშიც და ამიტომ შეუძლებელია თავისი ნება-სურვილის მიხედვით, ესე იგი აღამაღლოს დაამდაბლოს მიწიერი მეფეები, მას ამის უფლება თითქოს და აქვს. აი ამ უფლებამოსილებით მოდის რომის პაპი, ზოგადად ლათინები და აი ამ სულისკვეთებას ავრცელებენ და ამყარებენ წმინდანო დღეს მთელ სამყაროში. ეხლა რას ვამბობ ჩვენ მართლმადიდებლები, როგორია მართლმადიდებელი პოზიცია პაპთან მიმართებაში. პაპი ცხადია პირველ 1000 წლეულში, ვიდრე დასავლეთი მართლმადიდებელი ეკლესია
გახდა და ერთი იყო ეკლესიის ერთიანობა. პაპს ცხადია, ჰქონდა თავისი უფლებამოსილებები, ის არის ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ჩვენ საუბრობთ პირველ ათასწლეულზე და ჰქონდა მას კათოლიკე ეკლესიის იერარქებს შორის უპირატესი მღვდელმთავრული პატივი და არა უფლებამოსილება. პატივი სულ სხვა რამეა, ძმაო და ძმადანო, ხოლო ის, რასაც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, რისი პრეტენზიაც გააჩნიათ, ეს აბსოლუტურად სულ სხვა. ანუ ტიტულობრივი უპირატესობა პაპს ჰქონდა როგორც რომის იმპერიის, რომის დედაქალაქის ეპისკოპოსს და ეს ჯვრის კანონშიც კი არის მითითებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სხვა რა. და პირველი ჩვენ რასაც ვხედავთ მათ ცდომილებებში, კათოლიკე ეკლესიის მართვა არ არის ერთპიროვნული, არამედ არის მრავალპიროვნული, ანუ კათოლიკე ნიშნავს მსოფლიო ეკლესიას, საყოველთაო ეკლესიას, ის სულიწმინდის მიერ ხელმძღვანელობს და შეგონებასაც სწორედ სულიწმინდისაგან იღებს სარწმუნოებრივ საკითხებში და აი ეს ერთსულოვანი შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელსაც კრებაზე, მსოფლიო კრებაზე იღებს ეკლესია უმაღლეს მწყემსთავართა მიერ, სწორედ რომ ყველა პატრიარქი ფლობს აი ამ კლიტეს, ასე ვთქვათ, გახსნისა და შეკვრის ხელისუფლებას და რომის ეპისკოპოსი ერთ-ერთია ეკლესიაში და არა ერთადერთი, როგორც თავად ამბობენ, პირველთა შორის ეკლესიის, სადაც შენარჩუნებულია ყოველი საზოგადოებისთვის აუცილებელი წესრიგი, თანხმობა, დოგმატები და კანონები და ასე შემდეგ. და როგორც გითხარით, მას აქვს პირველობა ღირსებისა და არახელისუფლებისა და უფლებამოსილებისა, თითქოს და ყოფილიყოს ძმათა შორის პირველი და ისიც მაშინ, თუ კი დანარჩენ ძმებთან სიყვარული და საწმუნოება აკავშირებს. მეორე, ჩვენ ვამბობთ, რომ არა რომის პაპს, არამედ თავად კათოლიკე ეკლესიას სათანადოდ და სწორად დამტკიცებულ კრებებზე აქვს ხელისუფლება ყოველივე იმ საქმის განჯისა და გადაწყვეტისა, რაც ეკლესიის თავად პაპს შეეხება. ის ისეთივე უპირატესია პაპზე, ჩვენ გულისხმობთ ეკლესია და მისი კრებების გადაწყვეტილებები, როგორც თავია უპირატესი წევრებზე, ხო? მას აქვს უფლება განმარტოს წერილი, შეადგინოს წესები, კანონები მსოფლიო კრებებს და არა ვითარ შემთხვევაში ცალკეულ პიროვნებას ამისი უფლებამოსილება, როგორც მიითვისა და მიისაკუთრა რომის პაპმა შემდეგში, ცხადია არ გააჩნია. სწორედ ეკლესია განსაზღვრავს ძმაო და განმარტავს თუ რა არის მისთვის სათნო და არა ცალკეული პიროვნება, რომელიც ცხადია შეიძლება შეცდეს და სულიწმინდა კი არ ცდება და აი ამ სულიწმინდის შთაგონებულია სწორედ მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებები. მესამე, არანაირად არ უშვებთ, რომ პაპს გარდა სასულიერო უფლებისა ჰქონდეს რაიმე საერო ხელისუფლებაც, როგორცაც ისინი დღეს ითვისებენ თითქოს და მეფეებზე და პრეზიდენტებზე და ყველაზე აღმატებული არის და თითქოს და მას შეუძლია ყოველივე განაგოს დედამიწის ზურგზე. ეს უპირატესობები ცხადია მოგონილია ძმაო გამოწვეული და დიდების მოყვარეობიდან, რომელიც გაჩნდა რომში თავიდანვე და ძირითადი საყრდენი მათი აი ამ არგუმენტებისა, მათ ცხადია იპოვეს წმინდა წერილშიც და რამოდენიმე შესახებ გეტყვით თქვენ, რომ აი მათი מחარებელი ამბობს, რომ ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარიონა, რამე თუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამა ჩემა ზეცათამა და მე გეტყვი შენ, რამე თუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშინო ეკლესია ჩემი და მჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. არის კიდე ესეთი სახარებაში სიტყვები და მგცნე შენ კლიტენის სასუფეველი სანით სათასა, რომელიც შეკრა ქვეყანაზე და კრულიყოს იგი ცათაშინა და რომელი გახსნა ქვეყანაზე და ხსნილიყოს ცათაშინა. კიდევ არის ესეთი სიტყვებიც, რომ მკვეთრით ამდგარი ესო, ესე იგი მესამე ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა მოწაფეებს, იქ ნახა პეტრე და სამგზის კითხა მას,
რომ სიმონ იონოსო გიყვარმია უფროსამაცსა და როცა მიუგო პეტრემ ჰეუფალო შენ იცი რამე თუ მიყვარ შენ უთხრა მას დამსწრე ცხოვანი ჩემნია. ანუ ლათინები აქედან ასკვნიან ძმაუნდადანო რომ მხოლოდ და მხოლოდ პეტრია კლდე ფუძე ეკლესიისა რომ კლიტენი სასუფეველისანი მხოლოდ მას აქვს და არავითარ შემთხვევაში სხვა მოციქულებს. ეხლა ნახოთ რეალურად რა ხდება ძმაუნდადანო და როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. ჩვენ ვიცით ლათინების არგუმენტები, ხედვები, რაზეც მოგახსენეთ. ეხლა ნახოთ როგორია წმინდა მამების სწავლება, რაც თავარია ჩვენთვის, იმიტომ რომ წმინდა მამები სწორედ დასავლეთის ეკლესიისა, პირველი საუკუნეებისა, როგორებიც იყო ნეტარი ავგუსტინე, იერონიმე, კვიპრიანე და სხვა, ირინეოს ლეონენი და სხვები, სწორედ რომ აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობდნენ და ამ შესახებ ჩვენ ცხადია ვიტყვით დღეს. პირველი გამოთქმაში ამას კლდესაზე და ესე იგი აღვაშენო ეკლესია ჩემი. რა იგულისხმება აი ამ საკითხში. ერთნი წმინდა მამები, ესე იგი თავად პეტრეს აღსარებლობას გულისხმობენ, ანუ ამას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, როდესაც განმარტავს რომ კლდესა ამასაზე და ანუ აღმსარებლობასაზე და ეს ფრაზა ესევე ისმის თეოდორიტესთან, ნეტარ ავგუსტინესთან და სხვებთანაც და მეორე რომ სხვები კლდეში გულისხმობენ თავად იესო ქრისტეს. ანუ რომელიც აღიარა პეტრემ როგორც ეს ჩანს იგივე ავგუსტინეს მოწვევიდან რომელიც მათეს ახარებლის სახარების მე-14 თავის შესახებ სიტყვაში არის მოცემული და ის ბრძანებს რომ კლდესა მასაზე და რომელიც აღიარეს სიტყვით შენ ხარ ქრისტეო და სხვა ძეზე ღვთისაცხოვრის ანუ ჩემსავე თავსაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და არა შენზე. ასეთი განმარტება ეთანხმება წმინდა წერილს, რომელიც კლდეთ და ფუძეთ უპირატესად სწორედ თავად უფალს ჩვენს იესო ქრისტეს უწოდებს და არავითარ შემთხვევაში პიროვნებას. აქედან გამომდინარე, აი ეს პირველი საკითხი ამას აქვს ასეთი ახსნა, რომ ნეტარი პეტრე ეკლესიისა და ზოგიერთი მამის მიერ ზოგადად იწოდება კლდეთ და სარწმუნოების ფუძედ, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით და რა მნიშვნელობითაც უწოდებენ მას პაპისტები. და თუ რა მნიშვნელობით ამის შესახებ წმინდა ბასილი დიდის სიტყვა მოვისმინოთ, ის ამბობს ესეთ რამეს, რომ პეტრეს იმისათვის ეწოდა კლდე, რომ იგი კლდესავით განკიცდა სარწმუნოებაში მყარად და უდრეკად გაუძლო ქვეყნიურ საცურთა დარტყმებს და ნეტარი პეტრეს სული ძვირფას ქვად იწოდება, რადგან იგი ფრიად გამტკიცდა რწმენაში მტკიცე და უდრეკად აღუდგა საცურთა დარტყმებს, ამბობს იგი და იგივე შენ ხარ კლდეს შესახებ ჩვენ წმინდა ბასილის სელევკიელების მიმართ წერილშიც პოულობთ. პეტრეს იმისთვის უწოდაო კლდე, რომ მან პირველმა წარმოთქვა მწამსი, რომელიც არის კლდეს სარწმუნოებისა და ეს სახელდება მან თავისი ამხსარებლობის ნიშნად მიიღო და უფალი რომელმაც ამ ამხსარებლობის კლდეს უწოდა, სწორედ ამ ამხსარებლობასაზე და ასე უწოდებს კლდეს იმას, ვინც ის პირველმა აღიარა და მას ამხსარებლობის თვისება სახელად უქციაო. მეორე თუ კი პეტრე იწოდება სარწმუნოების ლოდა და ეკლესიის ფუძედ ძმაუნდადანო, ჩვენ გვებადება მეორე შეკითხვა. მხოლოდ მას უწოდა ესე ფუძე და კლდე მაცხოვარმა? ასევე ხო არ უწოდა დანარჩენ მოციქულებსაც და მოწაფეებსაც? და თუ არა რას უნდა ნიშნავდეს ძმაუნდადანო, მაგალითად პავლე მოციქულის გამონათქვამი, რომელიც ამბობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ახშენებულ საფუძველსაზე და მოციქულთასა დაგვადგინაო. განა იოანე მარიხილა ზეციური იერუსალიმი ძმაუნდადანო, ასევე რომელსაც 12 საყდენი ქონდა და ამ 12 საყდენზე მოციქულთა სახელები იყო დაწერილი, ამასაც ვხედავთ ჩვენ წმინდა წერილში. და ვისაც სურს წაიკითხოს მათეს სახარების ეს მე-16 თავი ორიგინისეული განმარტებით, ცხადია ჩვენ ვერ დავეთანხმებით მას და წმინდა კვიპრიანე კართაგენელი კი და ნეტარი
ავგუსტინე, იერონიმე, თეოდორიტე, წმინდა ბასილი დიდი, ყველა ეს წმინდა მამები ამბობენ, რომ ფუძე ეკლესიისა ძმაუნდადანო არის არა მხოლოდ პეტრე, არამედ ყველა დანარჩენი მოციქული და ეს არის უპირობო სწავლება მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ შეცვლას. შესაბამისად, უმართებულოა დასკვნა, რომელსაც ლათინები აკეთებენ ამ საკითხთან მიმართებაში. მეორე გამონათქვამი, როდესაც საქმე ეხება ცათა სასუფლების კლიტეებს, არის სიმბოლოები, ესე იგი, უმაღლესი ხელისუფლებისა, შეკვრისა და განხსნისა. ამიტომ ამას შემდგომად სულ მალე ჩვენ ხედავთ, რომ იესო ქრისტემ ისინი დანარჩენ მოწაფეებსაც მიმადლა. იგივე სიტყვით და ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასაზე და კრულ იყოს ცათაშინა. ეს უკვე მრავლობითში საუბრობს მაცხოვარი. და რაოდენი გახსნათ ქვეყანასაზე და ხსნილ იყოს ცათაშინაო. ანუ იმ შემთხვევაში პეტრეს სახით ყველას ეუბნებოდა, აი აქ კიდე უკვე მათეს მე-18 თავში უკვე ყველას მიმართავს ცალსახად და ამბობს, რომ ვინც შეკრათ, შეკრულ იყოს, ვინც გახსნათ, გახსნილი იყოს. ანუ ეს უფლებამოსილება შემდეგ უკვე ეპისკოპოსებს გადაეცა ეკლესიაში. და ბოლოს რას ნიშნავს მესამე გამონათქვამი სიტყვები, რომ დამწყზე ცხოვარნით ჩემნი, რომელიც უთხრა პეტრეს. ეს იყო განდგომის შემდეგ, როდესაც პეტრე მოარყო სამგზის, ხო, ვიცით ცნობილი მომენტი სახარებიდან, ამის შემდეგ სწორედ მაცხოვარმა მოუწოდა პეტრეს და აი ამ აღიარებით კვლავინდებურად დაუბრულა მას ის პატივი და ის დიდება მოციქულებრივი მოღვაწეობისა, რომელიც დანარჩენ მოციქულებს ჰქონდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სურდა ამით ეჩვენებინა მისთვის, რომ იმ დროს, როცა მიტევებულია განდგომა, საჭირო ჭეშმარიტი გულმოწყალება და მას ძმათა შორის პირველობას მიმართლისო. ანუ პირველობას რიგისა და პატივისა, როგორც ეს არის ძმათა შორის და არა ხელისუფლებისა და მეუფებისა, რასაც ბატონებსა და მონებს შორის აქვს ადგილი. ესე იგი, მას უწინდელი ღირსება დაუბრუნდა და მსოფლიო ეკლესიაზე ზრუნვა მიანდო კვლავ მაცხოვრებმა, როგორიც ჰქონდა ცხადია დანარჩენ მოციქულებსაც. პავლე მოციქულის შესახებაც ამბობს მაცხოვარი ამას, რომ მას მთელ სამყაროზე ზრუნვა აქვს დავალებული. ასე რომ ეს მიკერძოება, რომელიც გაჩნდა ლათინებში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო როგორც წმინდა წერილიდან, ასევე წმინდა მამათა გამონათქვამებიდან ჩანს ეს ცხადად და ეს უნდა იცოდეს ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანო. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ამბობენ, რომ პეტრე მოციქული არის თავი ეკლესიისა, ეს უპირატესობა აბსოლუტურად ყველა მოციქულს მიცა. და არავითარ შემთხვევაში მოციქულები არ იყვნენ რომელიმე ცალკეული მხოლოდ რეგიონის მოციქული, არამედ მათ მთელი სამყაროს ეპისკოპოსობა დაავალა ღმერთმა. ეს ჩვენ ასევე კარგად უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ როდესაც საუბარია, რომ პეტრემ დააკიცა ეკლესია რომში, იქ ჩვენ ამას მოგვიანებიდაც ვიტყვით, ასევე პავლე მოციქულმაც იგივე გააკეთა და პეტრე და პავლე მოციქული ორივე ითვლებიან რომის ეპისკოპოსებად. გარდა ამისა, ვიცით რომ პეტრე მოციქულმა სხვა ეკლესიების დაარსა ანტიოქიისა და ალექსანდრიისა და ესეც უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი. წმინდა ავგუსტინეს, ნეტარი ავგუსტინეს თქმით, კლიტენი და ხელისუფლება დამწყსისა და ქრისტემ არა ერთს, არამედ ერთობას მიმადლა, ანუ არა მხოლოდ პეტრეს, არამედ ყველა დანარჩენ მოციქულს უბოძა ისო. იმ დამახასიათებელ თვისებებს შორის, რომლებითაც გამოირჩევა, ესე იგი, ჩვენი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია, პირველი და მთავარი ძმაუნდადანო ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, არის მისი ერთიანობა. ანუ ყველა მორწმუნე ერთ სარწმუნოებაში ვართ გაერთიანებული, როგორც ამას ამბობს პავლე მოციქული, ხომ? ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლიღება და აი ეს ერთიანი სხეული, ყავს ერთი თავი,
რომელსაც გვია ქრისტე. ასე რომ ჩვენ არავით არის ქრისტეს ნაცვალი აქ დედამიწაზე არ გვჭირდება. ეკლესიის ერთიანობა და მთლიანობა არის აუცილებელი პირობა ერთიანი სარწმუნოებრივი აღსარებლური პოზიციის დამტკიცებისათვის. სხვა შეხედულებები ცხადია უკვე ამახინჯებს მის წმინდა სწავლებას. ჩვენ კიდევ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მაინც აი პეტრე მოციქულის მოღვაწეობაზე. ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილიდან, რომ ის არის განსაკუთრებული მოშურნეობით დაჯილდოებული ადამიანი და შესაძლოა ამის გამოც მაცხოვარი სწორედ რომ პეტრე მოციქულს უწოდებს პირველად. სწორედ პეტრე მოციქულმა პირველად წარმოთქვა თავისი მოშურნეობიდან გამომდინარე და აღიარა ქრისტე მესიად. ხედავთ მის ასევე რომ ის არის ყველაზე ხნიერიც. და პირველად მოუწოდა ფაქტობრივად როგორც პეტრეს ისე ანდრია მოციქულს, მაგრამ მაინც პირველებში ითვლება მოწოდებულთა შორის. ამიტომ აი ეს პირველ მოწოდულა ეს თვისებრივი მოვლენა, რასაც ახასიათებს პეტრე მოციქულს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვაზოგადოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ აი ამის და ამის გამო ის იყო ძმაუნდადანო პირველი. და მას მიცა კლიტენის სასუფეველისანი და რომ მას დაამტკიცა მხოლოდ რომის ეკლესია და რომ ის მემკვიდრეობა გადაეცა რომის პაპს. ეს უკვე ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება ძმაუნდადანო რეალობას და მართლმადიდებლურ სწავლებას. და ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ყველაზე მეტად იგი წარმომადგენლის ხარისხში მყოფი ღებულობდა პასუხებს იესო ქრისტესაგან და მიხსნე შენ კლიტენის სასუფეველისანი აძოვე კრავნი ჩემნი, ეს არის ძმაუნდადანო ყველა მოწაფეზე ნათქვამი და არა მხოლოდ წმინდა პეტრე მოციქულზე. ცხადია ჩვენ მის პირველობასა და აი ამ უპირატესობას არ ვაკნინებთ, ღმერთმა დაგვიფაროს, ისი თავისი მოშურნეობით ის ამას ადასტურებდა წმინდა რომ პეტრე მოციქული და ის უშიშარი და მტკიცე ხასიათი მისი გაყვა მას მთელი სიცოცხლის ბოლომდე და ნეტარი პეტრე იყო წარმომადგენელი მთელი საზოგადოებისა იმ შემთხვევაში, ანუ მოციქულებისა. აქედან ის რაც მან ერთმა მიიღო მთელმა ეკრებულმა ეკლესიისამან და ამას ამოწმებს კიდეც ნეტარი ავგუსტინე, რომ იყო პირველი ძმა, რომელიც მთელ ძმობას წარმოადგენსო. თითქოს და სრული ერთობის სახეა, რომელიც აკავშირებს და თავს უყრის სხეულის ნაწილებს ეკლესიისა, რომლის თავიც არის ქრისტე ღმერთი. ჩვენ არ ვართმევთ, კიდევ ერთხელ ვამბობთ აი ამ უნეტარესსა და უპირატეს მოციქულს მის პატივს, რომელიც მას ქრისტემ არ გუნა, რამე თუ არ ვსაუბროთ მოციქულ პეტრეს წინააღმდეგ, თუმცა მეორე მხრივ მხოლოდ მას ერთს და არ უწოდებთ იმას, რასაც კათოლიკე ეკლესიაზე მსურველობა დააკისრა ყველა მოციქულს აბსოლუტურად და არა ერთადერთ მას. ეს ცხადად ჩანს ძმაუნდადანო წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა გამონათქვამებიდან. თავად სახარებისეული სული, რომელიც კარგად არის თამდაბლობით განშვალული სული, მაცხოვრის სიტყვებიდან შესანიშნავად ჩანს და ამას არაერთგზის ამბობს მაცხოვარი, რომ რომელსა უნდეს მაგალითად თქვენ შორის დიდყოფა იყავთ თქვენ და მსახურ და ამას სიტყვებით იესო ქრისტე გადაჭრით უარყოფს აი ამეთი ერთპიროვნულ ხელისუფლებას თავის ეკლესიაში და პირველ რიგში თავად პეტრე თავის პირველივე კათოლიკე ეპისტოლეში, რომლითაც პრესვიტერებს მიმართავს, საკუთარ თავს არა არქიპრესვიტერს უწოდებს, ხომ? არამედ თანაპრესვიტერს უწოდებს და მოძღვარს, რომ მათ დამწყსონ ფარა, ასე ვთქვათ, იესო ქრისტესი, რომელსაც იგი ერთადღაც წემსავას უწოდებს. და ამას ცხადად ამბობს, აი, ნახოთ, ნუცა ვით არ მეძა ეუფლებოდეთ და მნეთამად არამედ სახე ექმნენით სამწყსოს ამას და გამოჩინებას ამას მწყემს თავრობისასა მოიღო დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინია. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ რომის პაპი არის პრიმატი უპირატესი და უცდომელი, ჩვენ აი ამ სიტყვებს ვერსად ვერ პოვლოთ თვით
პეტრე მოციქულშიც და საიდან გაჩნდა ეს ამბიცია აი ამ ხალხში, ეს ერთობ საეჭვო მოვლენა გახლავთ. და კიდევ შეიძლება უამრავი არგუმენტების მოყვანა ხედავთ ჩვენ პირდაპირ მოციქულთა კრებაზე, როდესაც ირჩევენ მაგალითად ორ მოციქულს, ხომ? იქ არ არის პეტრე მოციქულის გამორჩეული ხასიათი არ ჩანს იმ კრებაზე, მით უმეტეს რომ მას იაკობ მოციქული თავმჯდომარეობდა საერთოდ იმ კრებას. და ამას ყველგან ვხედავთ ჩვენ და რა დაკეთებდნენ ისინი ამას ერთად, თუ პეტრე იყო აი ამ კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლი, მაშინ იტყოდნენ, რომ აი პეტრე მოციქული გადაწყვიტავს ამ საკითხსო. მაშინ ხო არ იტყოდნენ, რომ აი ეკლესიამ ერთხმად უნდა გადაწყვიტოსო. ჩვენ ვიცით შესანიშნავი სიტყვები საქმე მოციქულიდან, რომ ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცაო. და აქ არის მაშინ იქნებოდა ნათქვამი ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და პეტრე მოციქულს სიტყვაზე ვამბობთ, ხო? მაგრამ ეს ასე არა, ჩვენცა ნიშნავს მრავლობით ძმაუნდადანო. ანუ ეკლესიის კრებსითი სული გამოვლინდა პირველ ყოვლისა მოციქულთა კრებაზე, ხოლო ამის შემდგომ უკვე სხვაგან. და ამას ადასტურებს უკვე მოციქულთა 34 კანონიც. წავიკითხოთ ესეც. ყოველი ერის ეპისკოპოსმა უნდა უწყოდეს ურთიერთშორის პირველი და იგი ცნონ მეთაურად და მის გარეშე არაფერი თავიანთ ხელისუფლებაზე აღმატებული არ მოიმოქმედონ. ანუ ყველა ეპარქიას თავისი ეპისკოპოსი ყავს და ის არის იმ ეპარქიაში უპირატესი და არა ვინმე სხვაო. ხედავთ, ძმაუნდადანო, აღმატებული არ მოიმოქმედონ. თითოეულმა ის აკეთოს, რაც მის ეპარქიასა და მისდამი მიკუთვნებულ ადგილებს შეეხება. მაგრამ ნურც პირველი მოიმოქმედებს ნურაფეს სხვათა გარეშე, რათა ისე აღასრულოს ერთსულოვნება და იდიდებოდეს ღმერთი უფლის მიერ სული წმინდისა. ასეთი იყო თავდაპირველი მართვა ძმაუნდადანო ეკლესიისა მოციქულთა დროს და მას შემდეგაც დღესაც ესეთი მსოფლიო კრებსითი უნდა იყოს ეს სული და არავითარ შემთხვევაში ერთს არასდროს ჰქონდა ეკლესიაში იმის უფლება, რომ გაეტანა რაიმე საკითხი სხვასთან შეუთანხმებლად. ეს ბატონობის სურვილი, რომელიც რომის პაპს გაუჩნდა და ზოგადად რომის ეკლესიას, როგორც ხედავთ ჩვენ, აბსოლუტურად უცხო იყო მთლიანად ეკლესიისთვის და ამან განაპირობა სწორედ აი ამ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ესეთი უდიდესი უთანხმოება, რომელიც დამთავრდა განხეთქილებით. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პეტრე მოციქული ვერ მისცემდა იმას, რაც თავად არ ქონდა. ანუ ეკლესიაზე ზედამხედველობის უფლება მოსილება ზოგადად, რომელსაც ესე ლათინები ესე მიიჩნევენ, ეს არ გააჩნდა მხოლოდ პეტრეს, არამედ მთლიანად მოციქულთა კრებას და ყველა მოციქული იყო აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსები, როგორც გითხარით, მათ არ ქონდათ, რომ რომელიმე ერთის არამედ მთლიანად წარვედი და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო ამბობს უფალი და გაუშვა და პეტრე მოციქულსაც მოუწია რამოდენიმე ქალაქში, სოფლებში შესვლა, ანტიოქიაში, როგორც გითხარით, ალექსანდრიაში დააარსა ეკლესიები, შემდეგ რომისკენ წავიდა, გზად კიდე რამდენი ვინმე მოაქცია, ხო? ეხლა ყველამ რო იძახოს, ესე ხო არ გამოვა. ასე რომ ეს უფლება მოსილება არის მთელი ეკლესიისა. თითოეული მოციქული თავისი მოციქულებრივი ძალით, როგორც ზემოთ უკვე თქვით ჩვენ, იყო ეკლესიის ეპისკოპოსი განუსაზღვრელად. პეტრე ყოფილა ეპისკოპოსი განსაზღვრელად და საკუთრივ რომისა შეიძლება იყოს მხოლოდ პირობითად ნათქვამი, ვინაიდან ასევე პავლე მოციქულსაც იგივე უპირატესობები ჰქონდა რომშიც და ასევე ამას ამბობს პირდაპირ წმინდა მამები და მოდით წავიკითხოთ ესეც. თავად ლათინები აღიარებენ, რომ ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიებიც იგივე პეტრე მოციქულის მიერ იქნა დაარსებული და ირინეოს ლეონინი ასეთ რამეს მოწმობს, რომ ამგვარად ნეტარმა მოციქულებმა ნახეთ, პეტრე და პავლემ დააფუძნეს და შექმნეს რა ეკლესია საეპისკოპოსო სახურება ლინუსს ჩააბარესო. ანუ მოციქულების მემკვიდრედ ამ შემთხვევაში ლინუსი გვევლინება ჩვენ,
ხედავთ როგორი თანმიმდევრობა მოციქულები პეტრე და პავლე ახსენები ერთად ნეტარი ავგუსტინეს მიერ და შემდეგ მათ ეს მემკვიდრეობა ეპისკოპოსად ლინუსი აკურთხეს და აქედან გამომდინარე რომის ეპისკოპოსი არის უშუალოდ ლინუსის შთამომავალი და არავითარ შემთხვევაში მარტო პეტრესი თუ პეტრესია მაშინ პავლესიც ლინუსი იყო საკუთრივ რომის ეპისკოპოსი და მოციქულები კიდე იყვნენ ზოგადად მთელი სამყაროს ეპისკოპოსები. მაშინ მათ უნდა თქვან დღეს რომ ჩვენ ვართ ლინუსის მემკვიდრეები ძმაუნდა დანო და არავითარ შემთხვევაში როგორც ამბობენ პეტრე მოციქულისა. ასევე სინამდვილეა და უეჭველია ისიც რომ რომის ეკლესია და მისი ეპისკოპოსები ოდითგან და ყოველთვის განსაკუთრებული პატივით ცხადიას სარგებლობდნენ და ერთწმინდა მამათა გამონათქვამებიდან ძველი საეკლესიო პრაქტიკიდანაც კარგად ჩანს. ჩვენ განა ამას ვუარყოფთ. ეს პატივი დიდება ქონდა მას როგორც რომის დედაქალაქს, რომის იმპერიის დედაქალაქს და ეს პატივი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლება და უფლებამოსილება სხვაზე ცხადია, რომელიც მოიგონეს რომში და რომელიც მათთვის ხელსაყრელია, მათთვისათვის შესანიშნავია, მაგრამ სინამდვილეში მას არაფერი საერთო იმ ჭეშმარიტებასთან, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ გააჩნია. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, პაპისტების მეორე წინ რომ ამბობენ, პაპი კრებებსა და კანონებზე მაღლა დგას და არის ეკლესიის უმაღლესი მსაჯული, უცდომელი, ისეთი, რომელიც სარწმუნოების საქმეში არ შეიძლება შეცდეს, ხომ? და რაზე ეფუძნება ახლა ეს მათი შეხედულებები? იმავეზე, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს პატივი დიდება, რომელიც რომში არსებობდა, მათ ნელ-ნელა გააღვივეს, განავითარეს და შემოიღეს უკვე პრინციპი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, კრებებზე აღმატებულად, ესე იგი მსაჯულად ეკლესიისა, მას უფლებამოსილება მიცეს, რომ სოფლიო კრებების დადგენილებებით შეცვალოს. ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა გარკვევით, რომ ქრისტემ ეს ხელისუფლება არაერთს, არამედ ერთობას მიმადლა. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მართლმორწმუნე ქრისტიანებს. ჩვენი დიდი წმინდანი იუსტინე პოპოვიჩი ამბობს, რომ კაცობრიობას გააჩნიაო სამი უდიდესი დაცემაო და ამ სამ უდიდეს დაცემას შორის ამბობს, რომ არისო იუდას იხსენებს და რომის პაპს მათ შორის და ესე იგი წარმოიდგინეთ რომის პაპი უცდომელობის დოგმატით მათ ჩაანაცვლეს ქრისტეს ნაცვლად მოევლინენ, ასე ვთქვა და წარმოიდგინეთ რომ უცდომელობა ადამიანმა მიისაქვს, როდესაც ვიცით ჩვენ რომ ყოველი ადამიანი იბადება ცოდვით, ადამიანის ცოდვა ყველა ადამიანზეა, როდესაც ყველა ადამიანი ცდება ამას ცხალსახად ამბობს და ეს ყველა ჩვენთაგან ჩვენ თავზეც ვიცით ხომ, როგორ შეიძლება ეს პიროვნულად მიაისაკუთრო ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე ღმერთს ეკუთვნის მანდადანო. და ჩვენ ამის შესახებ ძალიან ბევრი შეგვიძლია ცხადია ვისაუბროთ და ვისაუბრია კიდეც ამ საკითხებზე და თავად ვატიკანის კრების შემდეგ რომში, ლათინებში იყო სერიოზული წინააღმდეგობა ამ საკითხთან მიმართებაში. თავად ვატიკანში გამოჩნდნენ ისეთი ეპისკოპოსები და კარდინალებიც კი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ რომის პაპები ცდებოდა, ეს ჩამონათვალიც აქვთ, ამის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, მაგრამ დღეს ამითი დავასრულოთ და ვთქვათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომ მხოლოდ და მხოლოდ კრებსითი გადაწყვეტილება სულიწმინდის მიერ მიღებული მსოფლიო კრებებზე არის უცდომელი. ეს არის უტყუარი სწავლება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა, არავითარი ცალმხრივი ერთპიროვნული მმართველობა ეკლესიის წიაღში არასდროს არსებობდა და არ იარსებებს. ეს უნდა ვიცოდეთ ცალსახად, აი ამ პრინციპებს მყარად იცავდა ოდითგანვე დედა ეკლესია თავისი სამწყლოს მმართველობის დროს. ღმერთმა დაგვლო